ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, რომელიც დღეს გაიხსნა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. Ამასთან დაკავშირებით დღის წესრიგს სამიტიც დაემატა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი და უკრაინული დელეგაცია დაესწრება. უკრაინის კრიზისზე მსჯელობისას შეხვედრაზე დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენეს. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ სპეციალურ რეზოლუციაში, რომელსაც კონგრესი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დაამტკიცებს, საქართველოს პრობლემებიც აისახება. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებიან. პირველი საკითხი, რა თქმა უნდა, არის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე და სამხედრო ინტერვენციაზე და ოკუპაციაზე, ანუ მსჯელობა იმაზე, როგორი უნდა იყოს ეს რეაქცია, რა ფორმები უნდა მიიღოს, მხარდაჭერა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, და ამ რეაქციის და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი აზრით არის კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა, ანუ ევროპულ პერსპექტივაზე, ევროკავშირის წევრობის განაცხადის უფლებაზე, საუბრის დაწყება. უკრაინაზე საუბრისას დღეს პრაქტიკულად ყველა ავლებს პარალელს საქართველოში, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთის აგრესიაზე. ყველა აღიარებს იმას, რომ დაბალი და არაადეკვატური ფასი გადაიხადა საქართველოში რუსეთმა, ამის გამო ის გათავხედდა და ყველაზე უფრო დიდი წითელი ხაზი, იმიტომ რომ უკრაინაზე თავდასხმა ეს ყველა წითელ ზღვარს ხაზს ცდება. სწორედ ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა, რომ ერთის მხრივ ღიად დაუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ უკრაინას რუსული აგრესიის შეჩერებაში და საკუთარი მთლიანობის დაცვაში, მაგრამ და ასევე მეორეს მხრივ ვისაუბროთ საქართველოზე, რომ იმ ფონზე, როდესაც დღეს ყველას ჩვენგანის მთელი ევროპის ფიქრები მიმართულია უკრაინისკენ, ასევე ყველას კარგად ახსოვდეს, რა მოხდა საქართველოში 2008 წელს და როდესაც საუბარია რუსეთის წინააღმდეგ ახალ პოლიტიკასა და სანქციებზე, საქართველო და საქართველოს დეოკუპაცია იყოს ყველა ამ სანქციის